მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით შეფ გურა, ჩვენ ვიმყოფებით რესტორან ამრაში. ამრა ხაზურად არის მზე. და ზოგადად კოლხეთი ყოველთვის ეცაყვანებოდა მზეს და მთვარეს. ამრა არის მზე, ამზა არის მთვარე. და ეს ყველაფერი ოდითგანვე აისახებოდა გასტრონომიულ კულტურაზე, რომელსაც დღეს ეს მეგრულ-აფხაზური მენიუს რესტორანი წარმოგიდგენს და მე მინდა რომ შეფ გურავმა თვითონ წარადგინოს თავისთავად. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მქვია გურავმაზე, ვარ რესტორან ამრას შებზარებული უკვე 11 წელია. ჩვენ გვაქვს მეგრულ-აფხაზური მენიუ, ანუ კერძები, რომელიც ძირითადად აღვადგინეთ ესე ვთქვათ, ოჯახური გარემოდან, ბებიების რჩევით და გახსენებით, ასევე ზოგი რამ მოვიძიეთ არქივში. დღესდღეობით რესტორანი ამრა მდებარეობს ახალ შენობაში, ახალ ლოკაციაზე, ეს არის დანელიას 3 ნომერი. სულ რამოდენიმე თვეა რაც გაიხსნა აქ და ასევე მუშაობთ, ანუ იმის გარდა რომ ინტერიერი არ დაგვისრულებია ბოლომდე და არ დაგვისრულებია ასევე ბოლომდე ჩვენი ახალი მენიუ, ამიტომ ოფიციალური გახსნა არ გქონდა. დღესდღეობით მუშაობთ ჩვეულებრივ ყოველ დღე და დღეს ესე ვთქვათ ჩვენ სტუმრებს გავაცნობთ ის რაც გვაქვს ტრადიციულად მენიუში, ასევე გადაცნობთ რაღაც ახალ კერძებს, რომელსაც ვამბობთ. ეხლა ეს გითხარით შეფ გურამ, რას გავაკეთებთ დღეს? დღეს პირველ რიგში გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ძირითადი მენიუს სალათი, ბადრიჟნის სალათი, აფხაზურად აბაკლაჟანჩპა ქვია. უბრალოდ ეს ახალი ვარიაცია არის, ჩვენ გვაქვს ჰქონდა თქვენი ვარიაცია. ანუ ჩვენ ჰქონდა ჩვენი ვარიაცია წითელი აჯიკით, კი ბატონო, უბრალოდ დღეს შემოგთავაზოთ, რაც უკვე რამდენიმე თვეა ვაკეთებთ, ეს არის მწვანე აჯიკით. იმიტომ რომ მე აქვე მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად აფხაზური გასტრონომიული კულტურა წარმოუდგენელია აჯიკის გარეშე, ხო? მაგრამ აჯიკების სხვადასხვა ვარიაციები გვაქვს. აჯიკა პიტნით, აჯიკა თხილით, ნიგვზით, მხოლოდ და მხოლოდ გამომშრალი სანელებლებით და მე როგორც ხედავ, აქ არის ყველაფერი ნედლი. მაგრამ პიტნა არ არის? პიტნა არ არის. ხო. პიტნა არ არის, უბრალოდ ეს ანუ სუფრაზე მივიდოისას ერთადერთი რაც მაგრამ ისეთი ცეცხლოვანია, როგორიც ის წითელი? რა თქმა უნდა, აფხაზურია. სხვანაირად არ შეიძლება, ხო? აფხაზური აქცენტი. ხო, გასაგებია. მე დავიწყებ ახლა მომზადება. თან გეტყვით რას ვაკეთებ. ეს არის ანუ ბადრიჯანის შემწვარი ზეთში, რომელსაც სხვილად ვაკუწმაცებ იმისათვის რომ სალათში ადვილი მისართველი იყოს. ანუ წვრილად დაჭრილი შემწვარი ზეთში და იჭრება დიდი ნაჭრებით. კი ბატონო. მერე ამას ემატება ბადრიჯანის გარდა ბულგარული წითელი და მწვანე, ასევე ხახვი. ხახვი შეიძლება ჩვენ უბრალოდ წითელს ვიყენებთ. აქ დაჭრილი მაქვს. ამას გამოვიყენებ. კინზი კინზიც ასევე წვრილად დაჭრილი. ნედლი კინზი. ნედლი, კი ბატონო, ახალი კინზი. ესე პროპორციებით რო ვთქვათ, ანუ უფრო გემოვნებით სავდება, რადგან ეხლა თუ მწარე გიყოთ შეიძლება ბევრი აჯიკა გავაკეთოთ, თუ ნაკლები აჯიკა. ასევე ცოტა კონდარს ვუკეთებთ ამას. ძმას. ძმარი ღვინის არის, ხო? კი ბატონო, ეს ძმარი არის, ღვინის კახური ძმარია. დღესდღეობით კახეთში უფრო ის არის, კარგი ძმარი კახური გვაქვს. თუ ვინმეს ანუ მოწონს მწვანილი, შესაძლებელია მწვანის გარეშეც, რადგან მწვანე აჯიკით ეკეთება. ასევე ხედავთ გვაქვს სუფრაზე წარმოდგენილი წითელი აჯიკა. ანუ ამის მეორე ვარიაცია არის, კეთდება წითელი აჯიკით. აი ეს არის წითელი აჯიკა. კი ბატონო. წითელი აჯიკა აფხაზური. ისეთი სურნელი აქვს, მაგრამ უნდა გაუძლო. კი ბატონო. ისეთი ცხარეა. ჩვენთან აჯიკას, ანუ ჩვენი რესტორანში ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, უბრალოდ განსხვავდება ჩვეულებრივი აჯიკისგან, რომ ეს აჯიკა მზადდება შებოლილი წიწაკით. სამეგრელოში ჩვენი მეგობარი ოჯახის specialist ჩვენთვის ბოლავს. და აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ
როდესაც აფხაზური, ანუ სამურზაყანოული აფხაზური ვარიანტით იბოლება წიწაკა, არასდროს არ მიდის კვამლი მასთან პირდაპირ. როგორც სულუგუნის შებოლვის პროცესი ზუსტად ისეთივეა. ანუ სადღაც კიდია და უვლის მას შორიდან აი ეს კვამლი. და ნელ-ნელა ის თავის სიკვასკვასეს კარგავს, სამაგიეროდ პიკანტურ გემოს იძენს და არაჩვეულებრივ არომატს აძლევს ნებისმიერ კერძს. ანუ ცხელი შებოლვის არ არის, უბრალოდ ანუ კი. ნელ-ნელა შრება. და ალბათ ეს მეთოდი იმიტომ იყო გამოყენებული, რომ ნესტიანი ტერიტორია იყო, ჭაობიანი იყო და ყველაფერს აშრობდნენ, იგივე ყველსაც და ხორცსაც და მე მახსოვს ჩემი ბავშვობის გემოები ზუსტად სოხუმის რესტორან ამრაში შებოლილი საქონლის ხორცი და შებოლილი იხვი. საოცარი რაღაცა. აი ესეთი გემო მე მაგალითად ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს გამყოფი ვარ, მაგრამ არსად ისეთი გემო არ იძებნება ჩემთან. არ არის. ეხლა რადგან ორივე აფხაზეთიდან ვარ, თამამად უზომ. კი. მე ტაჯიკას. მივცხოთ. მაგარი იქნება. ისე სხვადასხვა ძალიან საინტერესო იქნება მაგხმელი სუნელების წითელი აჯიკით ეს კერძი. აუცილებლად უნდა გავაკეთო სახლში. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. საინტერესო იქნება. ეს არის ესე ვთქვათ, ანუ სიახლე, და ეხლა გაზაფხულია და შემოდის ზაფხული. კი, კი. ამიტომ კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენი წინაპრებიც ზოგადად სეზონურად იკვებებოდნენ, ხო? იგივე აღმოსავლეთში რო წავიდეთ, ეხლა პროტოკოლში ვინ ჩაგვიწერა ჩაკაფული, ხო? გაზაფხულის კერძს რო ვეძახით, აღდგომის კერძს, ხო? ყველაფერი რაც მწვანეა და აკოჩრილია, ჩაკაფულში მიდის. ისე დასავლეთშიც აი საღდგომოდ ოჯახი არ იყო მარხვის მერე რომ გებჟალი არ გაეკეთებინა, ხო? ფაქტიურად ეს ხომ მწვანილებია, პიტნა ყველაზე დედოფალი მცენარე და ნედლი ქინძი და ზოგადად აქაც რო ეს მწვანილები ფიგურირებს, ეს ძალიან კარგია. ბროწეული სიმჟავისთვის კარგია, სილამაზისთვის. სამეგრელოში ბერწულს ეძახიან, ხო? სხვათა შორის იდიომურ გამოთქმებში რაც ფიგურირებს კერძიდან ნედლეული, ყოველთვის ითვლება ავთენტურად. მაგალითად ჯანსაღ ბავშვს სამეგრელოში უწოდებდნენ ბერწული შკაკალი ჯგურაჩქიჩქუები. ანუ აი ბროწეულის კაკალივით, ანუ ჯანსაღი ფერის და აი ძალიან სერიოზული რაღაცა არის. იგივე კიდევ ერთი ასეთი გამოთქმა ჰქონდათ მეგრელებს ლამას ქალზე, სელეგუნჯგურაოსური. სულუგუნივით ქალიო, ანუ რძისფერი, ლამაზი და მოსული სავსე გულმკერდით. საოცარი რაღაცა არის. და ეს მარტო რო განვიხილოთ ეს ყველაფერი, გასტრონომიულად მოაზროვნე კუთხე გამოგვივა. კი ბატონო. აგერ დავასრულეთ ეხლა ეს არის ჩვენი ბადრიჟის სალატა. საოცარია. აქ მოდის სუნების და გემოების მრავალფეროვნება ეგრევე. კი ბატონო. და თან ძალიან ლამაზია. ეს არის ჩვენი გაზაფხულის სალატა. კი ბატონო. თვალსაც უხარია და სულსაც. მოვამზადებთ ტრადიციულ ბაჟეს, უბრალოდ, ანუ ესე ვთქვათ, ტრადიციული მეთოდით, უბრალოდ, ესე ვთქვათ, მივიწყებული რეცეპტით. ეს არის მოვამზადებ ნუშით. ეს არის ნუში, რომელიც ესე იგი ჩვეულებრივი ნუში ავიღეთ, ესე. დავარბეთ. მაყურებლისთვის რო იყოს გასაგები. ეს არის ნუში, ჩვეულებრივი ხმელი ნუში. მე დავალბობთ, ანუ რო ვალბობთ წყალში, ჩვეულებრივ წყალში არც დუღარეში არც არის, ეცლება კანი. კანს ვაცლით. კი ბატონო. კანს ვაცლით და ვღებულობთ უკვე კანგაცლილ ნუშს. კანგაცლილ ნუშისგან დავამზადებთ ბაჟეს. ანუ ზოგიერთ იმაში ვარიაციაში, ანუ რეცეპტში ბევრს შეიძლება აერიოს არის ევროპულ სამზარეულოში არის მოხალული ნუშის соуსი, რომელიც თევზთან მიირთმევა, ასევე ქართულ სამზარეულოშიც გვხვდება მოხალული ნუშის соуსი. ამ შემთხვევაში ეს მოხალული არ არის, ეს უბრალოდ ანუ ესე ვთქვათ, დამბალია. კი ბატონო, დამბალია. ანუ ისეთი დამბალი არ არის, რომ ვთქვათ, მასა აქვს შეცვლილი, ჩვეულებრივ ხმელი არის. მაგით დავამზადეთ ეხლა ბაჟეს, ესე იგი, ვიღენებ სადღაც აქ 200 გრამი ნუში არის. დიახ. შევაზავებთ
ჩვეულებრივ როგორც ბაჟეს, ანუ გავუკეთებ ნიორს. ნიორი დაღერღილი წიწაკა. დაღერღილი წიწაკა გემოვნებით შეგიძლია თუქნათ. კი ბატონო, ეს წიწაკა როგორც ვიცი, სამეგრელოდან ჩამოგაქვს შებოლილი, ხო? დიახ, შებოლილი წიწაკა, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის ოჯახთან ვარ შეთანხმებულები, რომლებიც კრიფავენ ჩვენთვის ბოლავენ. ანუ იმითი განსხვავდება, რომ ცოტა ის აქვს არომატი აქვს და თან აჯიკის დამზადების შემთხვევაში აჯიკა გრძელვადიანად ინახება და განსაკუთრებული გემო აქვს. კი ბატონო. ყვითელი ყვავილი. უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი. დიახ. კაია. ხახვი. კი ბატონო. ყველაფერს ერთად ვაბლენდერებთ, ხო? კი ბატონო, ბლენდერში ვაკეთებ ამ შემთხვევაში, რადგან ანუ ესე ვთქვათ, ტექნიკა გვაძლევს მაგის საშუალებას. ქინძს ვუკეთებ. ქინძი აი ეს ანუ მე ვიყენებ ქინძის ძირებს მარტო. დიახ. მეც არა. ქინძის ძირები. ისე შეხურა მაგ ქინძის ნედლი კაკალიც წავა, ხო? კარგად არომატისთვის არა? დიახ, ანუ ესე ვთქვათ, ქინძი რომელიც ანუ ახალი რომელსაც ყვავილები ხო, მაგას კი ბატონო, კი. კარგი იქნება. მარილი. წყალი. აქ შეგვიძლია ალბათ ბულიონიც გამოვიყენოთ? ბულიონის შემთხვევაში ჩვენი გემოვნების კი ბატონო, ამბავია ხო თუ აკეთებთ ანუ ბაჟეს იმისათვის რომ მიირთვათ ანუ ხორცეულთან, მაგ შემთხვევაში ჯობია ბულიონით გაკეთდეს კი ბატონო. დავაბლენდეროთ. ხო, გამოდის ცოტა ისა, კრემივით გამოდის. კრემივით გამოდის, ანუ ბულიონის გამოყენება შეიძლება ზეთის გამოყენება. ანუ გააჩნია რისკია. თუ ვთქვათ, ანუ ხორცეულთან მიხსენის შემთხვევაში უკეთესია ბულიონი. დაუშვათ თესთან მინდა. თესთან ზეთს არ გირჩევით. ჯობია ლიმის წვენი, ან ცოტა მჟავიანობის მომატება უკეთესი იქნება. ოხ, კარგი კონსისტენცია. ანუ გამოდის ჰაეროვანი, ძალიან უცხო, მაგრამ ამჟამად ქართული ტრადიციული ჩვეულებრივი ის არის, კი ბატონო. ეხლა მასის, ანუ მასას რა დონეზეც გვინდა, იმ დონეზე გავათხელებ. თუ მარტო როგორც ბაჟე უნდა მოივირთვათ, მაშინ ჯობია თხელი იყოს. თუ ხორცოვდა, მაშინ ჯობია თხელი იყოს. ჩვენ ამით დავასრულეთ ახლა. ეს არის ჩვენი ბაჟე. ნუშის ბაჟე. მუშის ბაჟე, კი ბატონო. ეს არის რესტორანი ამრას ახალ მენიუში არის. ესე ვთქვათ. რასთან მეადევნებთ ამას? ეს იქნება კამბალასთან. გენაცვალე. კამბალასთან შავი ზღვის თევზეული გვაქვს ჩვენ მენიუში და როგორც სიბასიდორად, ანუ როგორც თევზის სოუსი. ამაზე სპეციალურად უნდა მოვიდეს აკადემიანი. კამბალა, ნუშის ბაჟეთი. კი ბატონო. ეს ნიუზის ზეთი. ეს არის ჩვენი სასწაული, ხალხო, სასწაული, აი. სხვათა შორის ღომით დააკვდება ამას. კი ბატონო. კი ბატონო. შეხედეთ რა კარგია. თეთა საოცარი არომატები მოდის. რესტორანი ამრა გელოდებათ ახალი მენიუთი და ახალი მიღწევებით, ახალი აღდგენილი კერძებით. ჩვენი მისამართი არის გიორგი დანელიას 3 ნომერი, ეს ცალკე მდგომი შენობა, ახალი შენობა, ახალი ლოკაცია, ახალი მენიუ და ახალი გემოები. მე ვიტყოდი, რომ ძველი გემოების ახალი სიცოცხლე. კი ბატონო. მოდი ასე ვთქვათ და მე მინდა რომ მასპინძლობისთვის მადლობა უთხრა რესტორან ამრას იმისთვის რომ არ კვდება ჩვენი ისტორია პირიქით. გასტრონომია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივ განვითარებას განიცდის და რასაკვირველია ეპოქასთან ერთად მასში შედის რაღაც ახალი მიწოდების ფორმა იქნება თუ რაღაც ფიუჟენის თემის გამოყენება იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვითარდებით, მაგრამ თავარი აქ რა არის?
ჩვენ არ გვავიწყდება ჩვენი ძირძველი ისტორია და ძირძველი კულტურა. ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა შეეხო. ზოგადად მთელს მსოფლიოში ამ ბიზნესში რესტორნის იმიჯს, რომელიც არის ემოცია, მეხსიერება, განაპირობებს ყოველთვის შეფი. ამიტომ თქვენ აქ აღლუმი თქვენ მიყავთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ შეფი და ამიტომაც აქაურობას ძალიან დიდი მადლობა და ყველა ადამიანს, ვინც არის ჩართული ამაში.